მოდი ვნახოთ რა შანსია რომ შენი ურთიერთობა მივიდეს ქორწინებამდე. სხვათა შორის ეს ურთიერთობა არის ძალიან ღრმა, ძალიან ემოციური და ძალიან დიდი სიყვარულია რეალურად ამ ურთიერთობაში, მაგრამ თითქოს ამ ეტაპზე ორივე ხართ ფოკუსირებული იმაზე, რომ მატერიალურ წარმატებას მიაღწიოთ და რაღაც მოიპოვოთ ცხოვრებაში ფინანსური სიმყარე და ამის გამო თითქოს თქვენი გზები გაიყო და თითქოს ცხოვრების რაღაც ნაწილის გავლა მოგიწიათ ცალ-ცალკე. ნახოთ როგორ შეიცვლება ეს ყველაფერი მომავალში. ყველაფერი შეიცვლება იმით, რომ თქვენ ორივე მიხვალთ იმ მდგომარეობამდე, სადაც იქნებით ძალიან წარმატებული, ძალიან შემდგარი და ძალიან კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით და აი ეს განშორება ნამდვილად ღირდა, იმიტომ რომ თქვენ ორივე მიპოვეთ საკუთარი თავი. მისთვისაც და შენთვისაც ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ აი ძალიან ღირსეულად და ძალიან კარგად გაიარეთ ორივე ეს გზა და ის რაღაც კარმული ვალი, რაც გქონდათ, მთლიანად ჩახურეთ თქვენი კარმული გზა და ინდივიდუალურად ორივე რეალიზდეთ. ნახოთ მომავალში რა გელოდებათ. იქნება თუ არა თქვენი ურთიერთობა ისევ აღდგენილი აი ამ პროცესების გავლის შემდეგ, ვაი. შენ ახლა შეიძლება ძალიან დარდობდე და წუხდე ამ განშორების გამო, ამ დასასრულის გამო, მაგრამ აი უცებ მომივარდა არკანი და ზუსტად ესეთი მოლოძნელი შეიძლება იყოს ამ ურთიერთობის აღდგენა და ახალ საფეხურზე გადასვლა, რაც სხვათა შორის საკმაოდ სწრაფად მოხდება. ვაიმე, არკანები აი ესე დარბის, ზევით, ქვევით, ვეღარ გავიგე წაღმა, უკუღმა ტრიალებ. ხო და ეს ისეა სწორი. სოგან დავლაწერი, სოგან ზემოდან აწერია. ხო და საერთოდ ვერ მივხვდი ეს არკანი, ესე უნდა იყოს? ხო. მოდი უფრო მნიშვნელოვან საკითხს დავუბრუნდეთ ჩვენს ურთიერთობას, რომელიც ისევ განახდება ძალიან სწრაფად, ძალიან უეცრად და მოულოდნელად ეს ადამიანი მობრუნდება ჩვენს ცხოვრებაში და ისე თავდაყირა ჩემი არაკანები ამ დასტაში, რომ ზუსტად ესეთი შეგრძნება გექნება, რომ ჩვენი ცხოვრება არასნაირად ისევ თავდაყირად ადგება. თუ შენ გადააწყე შენი ცხოვრება როგორც მარტოხელა ადამიანის ცხოვრებაზე, ისევ მოგიწევს, რომ ჩაერთო წყვილში ურთიერთობაში და ეს აღარ იქნება უკვე რაღაც ისეთი, რაც თავზე ჩამოგემხობა, ეს იქნება ძალიან ჯანსაღი, ლამაზი ურთიერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. მოკლედ, სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, თუ შენზე რეზონირდა ეს ინფორმაცია და თუ ხარ დაინტერესებული ინდივიდუალური გაშლებით, მაშინ მომწერე პირადში და წარმატებებს გისურვებ. ვაიმე, აი სიტყვები მერევა ერთმანეთში და რატო ხდება ესე არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ეს რაღაცას ნიშნავს. იმიტომ რომ ინამების არკანები თავდაყირა იყო ყველა, რაც კი აქამდე ამოვიღე, დასასრულამდე ვერ მივედი ისე რაღაც ნელი ნაბიჯებით და სტანდარტული ნაბიჯებით, დაგემშვიდობე, მაგრამ არ მივდივარ არსად, რაღაც თითქოს კიდევ არის ათქმელი. და აი ზუსტად ესეთი ქაოსი შეიქმნება შენ ცხოვრებაში, როცა ეს ადამიანი ისევ გამოჩნდება, მაგრამ ძალიან განულებული იქნება ეს ყველაფერი, ძალიან შეცვლილი იქნება. ეს ადამიანი ფინანსურად უფრო მყარი იქნება და შემდგარი იქნება და საერთოდ აღარ იქნება ისეთი, როგორც შენ გახსოვს. და სხვათა შორის შენ ძალიან შეცვლილი დახვდები ამ ადამიანს. მოდი რჩევა ვნახოთ. რჩევა არის ის, რომ შენი რაღაცნაირად გულის ტკივილი უნდა დასრულდეს და უნდა გადახვიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე. შენი სირთულეები უნდა დასრულდეს და აი ბოლო არკანს ვიღებ და დავასრულებ მოდი მზის არკანით, რომელიც არის ულამაზესი არკანი მართლა. და ეს არის მართლა ახალი დასაწყისი, სრულიად ახალი ენერგიები და ახალი ცხოვრება. და გილოცავ შენ გაიარე ძალიან დიდი კარმული გაკვეთილები, ძალიან დიდი სირთულეები ჩახურე ცხოვრებაში და წინ რა კარგის მეტი არაფერი გელოდება.
სულ ეს იყო ისი თქმის მინდოდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ და ინდივიდუალური სესიებზე თუ გაქვთ რეგისტრაციის სურვილი, მომწერეთ პირადში.